დაკავებულ საპროტესტო აქციის მონაწილეთა შორის არის ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი და წელიწამყვანი ვახო სანაია. ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია ფორმულამ გააკეთა. ისინი აცხადებენ, რომ ეს არის მთლიანად დამოუკიდებელი მედიის შევიწროების მაგალითი. ასევე განცხადება გააკეთა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც, რომლის ნაწილსაც მე წაგიკითხავთ. ბოლო თვეებში შემოღებული საკანონმდებლო ცვლილებებით ქართული ოცნება თანმიმდევრულად ზღუდავს სივრცეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის და მოქალაქეებს პრაქტიკულად ართმევს შეკრებისა და პროტესტის გამოხატვის უფლებას. ის თუ რა ფორმით ხდება ამ ახლად მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულება, ქართული ოცნების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების დაკავება შეუსაბამოდ მრავალრიცხოვანი საპოლიციო ჯგუფების მიერ, პოლიციელების მიერ გამოჩენილი მონდომება და სიხისტე ცხადად აჩვენებს, რომ ამ რეპრესიული ზომების მთავარი მიზანი პროტესტის დამორჩილება და კრიტიკული ხმების ჩახშობაა. მედია უკვე დიდი ხანია ქართული ოცნების სამიზნე და აქცეული. ჟურნალისტებს აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ტოვებენ საარსებო რესურსების გარეშე და ყველა საშუალებით ხელს უშლიან ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებაში. ვკითხულობთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში, ასევე 30-მა დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციამ გამოხატა სოლიდარობა ვახო სანაიას მიმართ, გამოაქვეყნეს განცხადება, 19 ოქტომბერს დააკავეს და 6 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტს ვახო სანაიას. პოლიცია მას გზის გადაკეტვას ედავება. დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ ვახო სანაიას. მიგვაჩნია, რომ მისი დაკავება რეპრესიების მაგალითი და ქართული ოცნების მხრიდან თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. გუშინ სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა ფოტოები და კადრები, როგორც რუსთაველის გამზირიდან, ასევე თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან. აქტიურად გავრცელდა ფოტოები და ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ პოლიციელები, ათობით პოლიციელი შეიკრიბა 70 წლის ქალის აზა ჩალიჩავას ირგვლივ. 70 წლის ქალბატონი არის ძალიან აქტიური, რომელიც ხშირად გამოდის ხოლმე საპროტესტო აქციაზე. მოგვიანებით, როგორც ცნობილი გახდა, მის სახელზე გამოწერეს ოქმი და ჩამოართვეს სამედიცინო პირბადე, რომელსაც ის ატარებდა. ასევე სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დააკავეს ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი წევრი ლაშა ჩხარტიშვილი. მოგვიანებით მან თავად დაწერა Facebook-ზე, რომ შვილთან ერთად მიდიოდა დედის 40-ზე, რა დროსაც ის დააკავეს. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ის სასამართლოდან გაათავისუფლეს და მისი პროცესი გადაიდო. ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 18 ოქტომბერს საპროტესტო აქციის დროს სახის დაფარვის გამო ასევე დააკავეს აქტივისტი ლარა ნაჭყებია. ის ვიდეოში ამბობს, რომ მას უბრალოდ ჰქონდა შარფი მოხვეული და სწორედ ამას ედავებოდა პოლიცია. რაც შეეხება 14 დაკავებულზე, 9 ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ესენი არიან აქტივისტი ლარა ნაჭყებია, მას 4 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. აქტივისტი ნინო სვანიძე 5 დღე, ფერმწერი ლევან მარგიანი 6 დღე, ასევე აქტივისტი გიორგი ყასიაშვილი გზის გადაკეტვისთვის და დავით გოგიჩაიშვილი, აქტივისტი საბა ხომერი კი 8 დღე გზის გადაკეტვისთვის, აქტივისტი ლევან ჯობავა 14 დღე გზის გადაკეტვისთვის, ჟურნალ ცხელი შოკოლადის დამფუძნებელი შალვა ჩუბინიძე 14 დღიანი პატიმრობა, ასევე გზის გადაკეტვისთვის. ამავდროულად სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თორნიკე თხილავა და ასევე გელა გამყრელიძე.